საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი გაკვეთილის თემაა წინაღობა და კუთრი წინაღობა. ამ გაკვეთილზე ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა ხდება გამტარში, როდესაც მასში ელექტრული დენი გაივლის. თურმე, როდესაც ელექტრული დენი გაივლის გამტარში, მას გამტარი რაღაც წინააღმდეგობას უწევს. ანუ ელექტრული დენი აბსოლუტურად თავისუფლად არ მიედინება მასში. შევხედოთ ჩვენს წინ არსებულ ორ ხელსაწყოს. ეს არის ელექტროგამათბობელი. ჩვენ ხედავთ, რომ როდესაც მასში გადის ელექტრული დენი, ეს სპირალი ცხელდება და წარმოქმნის სითბოს. ანუ ელექტროგამათბობელში ელექტროდენის გავლა იწვევს სითბოს წარმოქმნას. ეს არის კიდეც მისი დანიშნულება. მეორე მხარეს არის პორტატული კომპიუტერი, ლეპტოპი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ასევე ელექტროდენში არის შეერთებული და ჩვენ ვამჩნევთ, რომ როგორც დამტენი, მისი დამტენი, ასევე თვითონ აი ეს კულერს, რასაც ეძახიან, გამაგრილებელი ხელსაწყო, არის შემთბარი. დამეთანხმებით ალბათ, რომ ნამდვილად პორტატული კომპიუტერის დანიშნულება ის არ არის, რომ გაათბოს ოთახი, მაგრამ რატომღაც ისიც გამთბარია და თუ დავფიქრდებით, ალბათ გაგახსენდებათ, რომ თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ელექტრული დენი გადის გამტარში, იგი ოდნავ თბება. გაიხსენეთ მობილური ტელეფონი, როდესაც მას ტენით, გაიხსენეთ ტელევიზორის უკანა პანელი, ან ნებისმიერი ხელსაწყო, თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ იგი ოდნავ შემთბარია. ესე იგი, ელექტრული დენის გავლა გამტარში იწვევს სითბოს წარმოშობას. მოდით დავფიქრდეთ, თუ კიდევ რა ხდება გამტარში, როდესაც მასში ელექტრული დენი გადის. მოდი ვნახოთ რა ხდება გამტარში, როდესაც მასში ელექტრული დენი გადის. ანუ მე დაფაზე მინდა დავხატო ჩვეულებრივი გამტარის მოდელი, რკინის ღეროს მოდელი. დავხატოთ რკინის ღერო. მასში ჩავსვათ, როგორც ვიცით, ნივთიერება შედგება ატომებისგან, მოლეკულებისგან და რა თქმა უნდა, ეს ყვითელი პლასტიკატის რგოლი ატომს ნამდვილად, რეალურ ატომს ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ ვიზუალურად ეს არის მოდელი ჩვენი გამტარი რკინის ჯოხის. შევაერთოთ ახლა ჩვენი გამტარი ელექტრობის წყაროს. უარყოფითი დადებითი ტერმინალი, მოვდოთ რაღაც ძაბვა და როგორც ჩვენ ვიცით, როდესაც გამტარს შევაერთებთ დენის წყაროს, მასში გაივლის ელექტრული დენი. ანუ დადებითი მუხტები თუ შეუძლიათ მათ მოძრაობა, იმოძრავებენ დადებითი ტერმინალიდან უარყოფითისკენ და ზოგადად სქემატურად ასეც აღნიშნავენ ხოლმე დენის მიმართულებას. თითქოს დადებითი მუხტები მოძრაობენ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ მეტალში, რა თქმა უნდა, როდესაც მეტალში გადის ელექტრული დენი, უშუალოდ მოლეკულები კი არ მოძრაობს, არამედ ელექტრონები მოძრაობენ. ამიტომ აი ამ შემთხვევაში, მოდი ჩვენ რეალობას მივყვეთ და არა დენის მიღებულ მიმართულებას და გავიაზროთ, რომ ელექტრონები მოძრაობენ უარყოფითიდან დადებით ტერმინალისკენ. ხა, როდესაც ეს ელექტრონი შეეცდება, რომ გზა გაიკვლიოს, ასე ვთქვათ, ატომებს შორის, როგორ ფიქრობთ, დაეჯახება თუ არა ის ატომებს თავის გზაზე? ნუ ცხადია, რომ ეს დაჯახებების გარეშე ამ გზის გავლა ნამდვილად რთული იქნება, რადგან გამომდინარე ატომების რაოდენობიდან ნივთიერებაში. ამიტომ თავის გზაზე იმისთვის, რომ გაიაროს რაღაც მასალა ელექტრონმა, მას უწევს რაღაც წინააღმდეგობის გადალახვა. აი ეს არის ზუსტად ეს წინააღმდეგობა, იმისი საფუძველი, რასაც ჩვენ უკვე ელექტრულ წინაღობას ვუწოდებთ. ელექტრული წინაღობა აღინიშნება სიმბოლო R-ით და ჩვენი მიზანია დავფიქრდეთ, დავცადოთ იმ ფაქტორების აღმოჩენა,
თუ რაზე იქნება ეს ელექტრული წინაღობა დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, თუ მე დავაგრძელე ეს გამტარი, უფრო მეტი დაჯახება იქნება ამ ელექტრონს გზაზე სანამ გაივლის მას, თუ უფრო ნაკლები დაჯახება? რა თქმა უნდა, ეს თუ გრძელია უფრო, მაშინ დაჯახებების რაოდენობაც მეტი იქნება, შესაბამისად მეტი იქნება წინააღმდეგობაც, რასაც ელექტრონი გადააწყდა თავის გზაზე და შესაბამისად მეტი იქნება ელექტრული წინაღობაც. ამიტომ მე შემიძლია დავწერო, რომ ელექტრული წინაღობა არის პროპორციულობის ნიშანი სიგრძის, გამტარის სიგრძის. წარმოვიდგინოთ, რომ ჩემი გამტარი, ანუ რკინის გამტარი, მე ორ ნაწილად გავტეხე და პარალელურად ერთმანეთის პარალელურად შევაერთე. ანუ აი ამ გამტარს დაემატა მეორეც პარალელური, ზუსტად ისეთივე ზომის, ისეთივე რაოდენობა, გადმოვსვათ აქაც ჩვენი ატომები. ანუ ახლა მისი ფართობი გაიზარდა, ფართობი A გაიზარდა ორჯერ. როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს გამტარიან უნარობაზე? ამ შემთხვევაში და ზოგადად, როდესაც ელექტრულ დენზე ვსაუბრობთ, ანალოგიისთვის კარგია წარმოვიდგინოთ წყლის დინება მილებში. ანუ თუ ერთ მილში გადიოდა რაღაც რაოდენობა წყალის, ხო, იგივენაირ მილს თუ ჩავრთავთ ამ სისტემაში, ცხადია, იქაც იგივე რაოდენობა გავა. ანუ ჯამში გავა ორჯერ უფრო მეტი რაოდენობა. შესაბამისად, წინაღობაც ორჯერ უფრო შემცირდება. ანუ ორჯერ უფრო მეტი ელექტრონი შეძლებს იგივე დროში გავლას, აი ესეთი შეერთების დროს. საიდანაც ჩვენ ვასკვნით, რომ წინაღობა უნდა იყოს უკუპროპორციული გამტარის ფართობის, ანუ რაც მეტია ფართობი, მეტია წინააღმდეგობა თვითონ, რაც ელექტრონს ხვდება. და პრინციპში ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი დამოკიდებულება წინაღობის თვითონ მასალის ტიპზე. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა მასალას ცხადია სხვადასხვანაირი წინაღობა ექნება, იმიტომ რომ თუ მეტალები კარგად ატარებს ელექტრულ დენს, ჩვენ რომ ავიღოთ რაიმე პლასტმასი, ვიცით რომ პლასტმასი საერთოდ არ გაატარებს დენს. ანუ თვითონ მასალაზეც აუცილებლად იქნება დამოკიდებული ჩვენი წინაღობა. აი ეს მასალაზე დამოკიდებულება არის ჩადებული კოეფიციენტ როში, რომელსაც კუთრი წინაღობა ეწოდება. აი ეს კოეფიციენტი რო უკვე დამოკიდებული არის თვითონ ნივთიერებაზე, რა სახის ნივთიერება გვაქვს. რა სახის ნივთიერება. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ გამტარის წინაღობა დამოკიდებული არის ნივთიერების ტიპზე, გამტარის სიგრძეზე და უკუპროპორციული არის გამტარის სიგანის. ჩვენ ასევე გავიაზრეთ, რომ როდესაც ელექტრონი მოძრაობს გამტარში, იგი ეჯახება ამ ატომებს თავის გზაზე. როდესაც ატომებს დაეჯახება ელექტრონი, რა თქმა უნდა, ეს ატომები შედეგად დაიწყებენ უფრო სწრაფად მოძრაობას. გავიხსენოთ, რას ნიშნავს ატომების უფრო სწრაფი მოძრაობა ფიზიკური ათვლადი სიდიდეებისათვის. ატომების სწრაფად მოძრაობა ნიშნავს ტემპერატურის მომატებას. ამიტომ მოძრავმა ელექტრონმა აჩქარა ატომები ნივთიერებაში, შესაბამისად გაიზარდა ტემპერატურაც. ცხადია, რომ რაც უფრო მეტი ასეთი ელექტრონი გაივლის, უფრო მეტად გაიზრდება ტემპერატურაც. იმედია ვხვდებით, თუ რატომ ცხელდება გამტარი და თან ნებისმიერი გამტარი, როდესაც მასში ელექტრული დენი გადის. მოდი აქვე აღვნიშნოთ ერთი საინტერესო დამოკიდებულებაც. წარმოვიდგინოთ, რომ ელექტრული დენი გადის გამტარში და ჩვენ თავად გამტარი სპეციალურად გავაცხელეთ. რაიმე გარეგანი წყაროთი გავაცხელეთ. ანუ ეს უფრო გაცხელდა. იმოქმედებს თუ არა ეს წინაღობაზე. უფრო მეტ წინააღმდეგობას შეუქმნის თუ არა ჩვენ ელექტრონს თავის გზაზე, რათა გაიაროს ეს გამტარი.
ანუ, როდესაც ჩვენ გავზრდით ტემპერატურას ამ გამტარის შიგნით, ცხადია ეს ატომები უფრო სწრაფად დაიწყებენ მოძრაობას. როგორ იმოქმედებს ეს დაჯახებების რაოდენობაზე? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ გასავლელი ოთახი, სადაც ბევრი ადამიანია. შევადაროთ ორი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები სხედან სკამებზე და არიძვრიან და თქვენ უნდა გაიაროთ ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. რა თქმა უნდა, რაღაც წინააღმდეგობა შეგხვდებათ, მაგრამ რაღაც დროში გაივლით ამ ოთახს. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ფეხზე არიან და თან მოძრაობენ. როდის უფრო ძნელი იქნება ესეთი ოთახის გავლა? იგივე მდგომარეობაში არის ჩვენი ელექტრონიც და ცხადია, რაც უფრო სწრაფად მოძრაობენ ეს ატომები, უფრო ძნელი იქნება მასში გავლა. ამიტომ, როდესაც მე ვთქვი, რომ კუთრი წინაღობა მარტო ნივთიერებაზეა, ნივთიერების გვარობაზეა მეთქი დამოკიდებული, ოდნავ მოვიტყუე, სინამდვილეში კუთრი წინაღობა ასევე ტემპერატურაზეც არის დამოკიდებული. მეტია ტემპერატურა, მეტი იქნება კუთრი წინაღობაც. და ერთი პრაქტიკული მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც აი ამ ფაქტს, ანუ წინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულებას უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით დაგვანახებს. გაიხსენეთ თუ როდისმე მოსწრები ხართ, როდესაც ელექტრული ნათურა გადაიწვა. მოსწრები ხართ? მაშინ ალბათ გაგახსენდებათ, რომ ეს ყველაზე ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ელექტრულ ნათურას ჩავრთავთ. ჩართვის მომენტში. თუ დაფიქრებულ ხართ, როდისმე რატო ხდება ასე? რატო იწვება ელექტრული ნათურა გაცილებით უფრო ხშირად, როდესაც მას ვრთავთ? იმისათვის, რომ პასუხი გავიაზროთ, გავიხსენოთ თუ რა არის ელექტრული ნათურა. ელექტრული ნათურა არის უბრალოდ სპირალი, რომელიც შეერთებული არის ასევე დენის წყაროსთან. ჩვეულებრივად დენის წყაროსთან არის შეერთებული. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ სპირალის ტემპერატურაზე, როდესაც ნათურა ჯერ არ არის ჩართული? ტემპერატურა ოთახის ტემპერატურის ტოლი იქნება ალბათ. მაგრამ როდესაც მასში დენი გაივლის, ტემპერატურა იზრდება, რაც შესაბამისად წინაღობასაც გაზრდის, ხოლო წინაღობის გაზრდა შეამცირებს გამავალ ელექტრულ დენს. ესე იგი, გამოდის, რომ როდესაც ჩვენ ჩავრთეთ წრედი, ანუ აი აქ ეს ჩამრთველი ჩავრთეთ, მაშინ ეს სპირალი იყო ცივი, მისი წინაღობა იყო დაბალი. და რა თქმა უნდა, მასში გაიარა გაცილებით უფრო მეტმა დენმა, ვიდრე როდესაც ეს ნათურის სპირალი უკვე გაცხელდება, მისი წინაღობა გაიზრდება და ეს ელექტრული დენით შემცირდება. აი ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ ელექტრული ნათურები იწვება ჩართვის დროს და როგორც ხედავთ, ეს მიზეზი დაკავშირებული ყოფილა კუთრი წინაღობის დამოკიდებულებაზე ტემპერატურასთან. მოკლედ მიმოვიხილოთ, რა შევისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილის განმავლობაში. ჩვენ ვისწავლეთ, რომ არსებობს ელექტრული წინაღობა, რომელიც გამოწვეულია მოძრავი მუხტების გზაზე არსებული სხვადასხვა წინააღმდეგობებით და ეს წინაღობა, ელექტრული წინაღობა, დამოკიდებული არის გამტარის სიგრძეზე, პროპორციულია გამტარის სიგრძის, რაც უფრო გრძელია, მეტია უფრო წინააღმდეგობები, შესაბამისად მეტია ელექტრული წინაღობაც. პროპორციულია სიგრძის, ამავდროულად ელექტრული წინაღობა უკუპროპორციულია გამტარის სიგანის. ანუ რაც უფრო დიდია ფართი აი ამ ჩვენი გამტარის, მით უფრო თავისუფლად მოძრაობენ ეს ელექტრონები, მით უფრო მეტი მუხტი გადის ერთი და იგივე დროში, შესაბამისად თვითონ წინაღობა უკუპროპორციული გამოდის აი ამ ფართობის. და ასევე, რა თქმა უნდა, ელექტრული წინაღობა დამოკიდებული არის ნივთიერების ტიპზე. ზოგი ნივთიერება უკეთესად ატარებს, ზოგი ნივთიერება შედარებით უარესად ატარებს და ჩვენ ვიცით, რომ ზოგი საერთოდ არ ატარებს ელექტრულ დენს. და ნივთიერების გვარობასთან ერთად თურმე ეს წინაღობა დამოკიდებული ყოფილა ტემპერატურაზეც. სულ ეს იყო დღეისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.